გამოვიდა ფრომის მეშვიდე სერია და როგორც იქნა ვიდეოს არ ვიწყებ სიტყვებით, ამ სერიაში არ იყო ექშენი თქო. ასევე როგორც იქნა მთელი ქალაქი შეიკრიბა და ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ. მართალი ამისათვის საკმაოდ კარგი მიზეზი აქვთ, რადგან როგორმე უნდა აუხსნან სხვებს თუ რატომ აპირებენ გვირაბებში სუიციდურ მისიაზე წასვლას, მაგრამ მაინც არ მეგონა რომ რეინკარნაციის შესახებ სხვებს უამბობდნენ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. როცა იგებენ რომ ბავშვები შენ გიხმობენ, ჯერ ყველაფერს შენ გაბრალებენ, შემდეგ შენ შეძულებას იწყებენ და საბოლოოდ კლავენ. ასევე ამ შეკრებაზე ბოიდმა ახსენა სიტყვები, რომ ცოდნას თავისი ფასი აქვს. მოგვიანებით ეს აკოსტას თხოვს, რომ მოიძიოს მეტი ინფორმაცია. ცოდნას თავისი ფასი აქვს, ინგლისურად ჟღერს knowledge comes at a cost. სიტყვა a cost ძალიან გავს აკოსტას და დანი აკოსტას გვარიც თითქმის მსგავსად იწერება. ანუ რა გამოდის, რომ ცოდნა აკოსტასთან ერთად მოდის, თუ ცოდნის მიღების ფასი იქნება აკოსტა, ანუ აკოსტა შეეწირება ამ ცოდნის მიღების პროცესს. იქნება არც ერთი და უბრალოდ მინდა რომ ყველგან მინიშნება და ვინახო. მოკლედ არ ვიცი, ამიტომ დააკომენტარეთ თქვენი აზრი ამის შესახებ და ერთად განვიხილოთ. რაც შეეხება შეკრებას და ინფორმაციის გაზიარებას, ამ ამბავს ზოგი გაგებით მოეკიდა, ზოგი კი სკეპტიკურად განეწყო. თუმცა განსაკუთრებით ცუდი რეაქცია ჰქონდათ ჰენრისა და ჯულის. ამიტომ მოდი ცოტა ამორის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ სანამ ჰენრიზე ვისაუბრებთ, ჯეიც მივცეთ რჩევა, რომ მას ცოტა შორიდან ესაუბროს. ეს კაცი დღე-დაღამე სვამს და არ მგონია რომ პირში კარგი სუნი ჰქონდეს. თავად ჰენრის რაც შეეხება, როგორც ვეჭვობდი, სოფია მას აჯერებს, რომ ეს სიზმარია. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ისიც ისევე როგორც ები ხალხის დახოცვას დაიწყებს, რადგან იფიქრებს, რომ მათ გახვიძებაში დაეხმარება თქო. მაგრამ ების ეგონა, რომ სხვებსაც ეძინათ და რაღაც საერთო სიზმარივით იყო. ჰენრი კიდე ისე ჩანს, რომ იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ მისი სიზმარია და არა სხვების დახოცვას, არამედ სავარაუდოდ სუიციდს ჩაიდენს. ამის გამო მახსენდება წინა სერიაში ვიქტორის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ მის ბავშვობაში სახურავიდან ვიღაც გადახტა. მაშინ ვიფიქრე და ახლაც ვფიქრობ, რომ ბოიდის წინა ვერსიაზე საუბრობდა, მაგრამ თან რჩება ისეთი შეგრძნება, რომ ეს ბოიდი კი არა, ჰენრი იქნება და ჰენრი გადახტება სახურავიდან გამოღვიძების მიზნით. კიდევ ერთი რამ, რაც ჰენრიზე მინდოდა მეთქვა, არის ის, რომ როდესაც ტაბიტასთან მიდის და ტაბიტა შინარ ხვდება, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ფონზე ჩანს სოფია. როგორც ჩანს, ის აკვირდება ჰენრის და როგორც წესი, ეს უმიზეზოდ არასოდეს ხდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აქ ჰენრის ჰალუცინაციები გამოიწვია სოფიამ და არა ამ ნახატების ნახვამ. კარგი იქნება თუ კომენტარებში დამიწერთ ამის შესახებ თქვენს აზრს. მანამდე კი გადავიდეთ ჯულიზე. მან არ დაიჯერა ტაბიტას ნაამბობი რეინკარნაციის შესახებ. ამ სერიაში ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ვნახეთ, რომ მოსაწევს ეწეოდა. მოსაწევი წინა სერიაშიც დავინახე, მაგრამ არ ვახსენე. ხო და რადგან უკვე მეორედ გვაჩვენეს, გეტყვით, რომ წინა სერიაში, როდესაც კენი და ბოიდი ვიქტორის სახურავიდან ჩამოსაყვანად მიდიოდნენ, დავინახეთ აი ეს ტიპი, რომელიც მოსაწევს ეგრეთ წოდებულ ტარიანს აკეთებდა. ნუ ეს ისე მაინც ვიცოდეთ, რომ ძალიანაც არიტანჯებიან ამ ქალაქში ყოფნით. ჯულის სცენაში კი ნერვები მომეშალა იმის გამო, რომ ის მაინც და მაინც იმ დროს წავიდა, როცა ვიქტორი მოვიდა და ყვითელკოსტიუმიანი კაცი ახსენა. იმედია მაინც და მაინც ბოლო სერიაში ან საერთოდ შემდეგ სეზონში არ გაიგებს ჯული, რომ ყვითელკოსტიუმიანი კაცის შესახებ სხვებმაც იციან და მანამდე გაუზიარებს მათ ამ ცოდნას. რაც შეეხება ვიქტორის ვიზიტის მიზეზს, მან გაიხსენა ყვითელკოსტიუმიანი კაცის მანქანა და მოვიდა ტაბიტასთან, რომ ერთად წავიდნენ მანქანის სანახავად. უცნაურია, მაგრამ მანქანაში ვიქტორმა იპოვა კბილები. ჩვენ აქამდე ვნახეთ, რომ სოფიამ კბილი ამოაძრო მამაოს და როგორც ჩანს, ის ასე ექცეოდა სხვებსაც. არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, მაგრამ ამაზე გამახსენდა სეზონი 1, სერია 1, როდესაც ჯული უამბობს ისტორიას ითანს და ფერიებს ახსენებს. იმედია ისე არ გააკეთებენ, რომ სოფია კბილების ფერია იყოს. ეგ იქნებოდა ცოტათი ბავშვური და თან ძალიან უაზრობა. ნორმალ. ყველაფერი კარგად იქნება. საიდუმლო ფერიებიც რამლების ტბიდან ბრუნდებიან. განკურნავენ. ტაბიტა ხედავს მანქანას, ამბობს, რომ ეს მირანდას მანქანაა და ახსენდება თუ როგორ მოვიდა მირანდა ამ მანქანით. თუმცა აქ ერთი დიდი უზუსტობაა, რადგან თუ დააკვირდებით, ეს ორი სხვადასხვა მანქანაა. არ მგონია, რომ სერიის გადაღებისას ასეთი დიდი შეცდომა დაეშვათ და არც ის მგონია, რომ ამ შოუს ფანებზე ისეთი ცუდი წარმოდგენა ჰქონდეთ, რომ ეკფიქრათ, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა. დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ამ შოუს ფანები ბევრად უფრო პატარა რაღაცეებსაც აკვირდებიან. მაგალითად იმას, რომ ტაბიტასა და ჯულის საუბრისას აქ რაღაც მწერი მიყოღავდა. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს არც შეცდომა და არც რაღაცეების დაკიდება. სავარაუდოდ აქ რაღაც სხვა ამბავია და ამ სცენას ისევ დაუბრუნდებიან.
ვიქტორი ამბობს, რომ ტაბიტაც ისევე როგორც მირანდა ორ ბავშვთან ერთად მოვიდა. ის ფიქრობს, რომ ისტორია ისევ გამეორდება, მოქალაქეები დაიხოცებიან და მხოლოდ ითანი გადარჩება. ამიტომ უნდა რომ ითანი მოამზადოს ამ ამბებისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვს ასეთი რაღაცეები არ უნდა უთხრა. აქედან გამომდინარე, ითანს ეშინია და იქედან მიდის. თუმცა ვიქტორის ნათქვამში ცოტა უზუსტობაა. მართალია, რომ მირანდა მოვიდა ორ ბავშვთან ერთად, თუმცა ტაბიტა მოვიდა ორ ბავშვთან და ქმართან ერთად. ასევე ვიქტორმა აქამდე არ იცოდა რეინკარნაციის შესახებ და ზუსტად იგივე ისტორია რომ მეორდებოდეს, მას ამის შესახებ ბავშვობაშივე უნდა გაეგო, ისევე როგორც ითანს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ციკლი წინასაგან განსხვავებულია და ტოვებს იმედს, რომ ამჯერად მოქალაქეები გაიმარჯვებენ. ამით ვიქტორისა და ტაბიტას ამბებს ასე თუ ისე მოვრჩით და გადავდივართ სოფიაზე. სოფია ამოწმებს გათმის კვერცხებს, სავარაუდოდ ის ეძებს ისეც, რომელშიც ემბრიონია, ანუ რომლიდანაც წიწილა გამოიჩეკებოდა. შემდეგ მიდის როჯერის გვამთან და აკეთებს იმას, რაც წინა ვიდეოში ვთქვი. ის აცოცხლებს როჯერს. როდესაც კვერცხს მას დაადებს და გატეხავს, ჩანს სისხლი, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ კვერცხში ემბრიონი იყო. ადამიანის გაცოცხლების ეს მეთოდი შეიძლება რომ ორნაირად გავიგოთ. ერთი ისე რომ, ესე ვთქვათ, ვიღაცას რომ სიცოცხლე მისცე, ამისათვის სხვა ვიღაცას სიცოცხლე უნდა წაართვა. და მეორე ვარიანტია რომ ეს იყო რაღაც მსხვერპლად შეწირვის თემა, რაც ვიცით რომ ამ ქალაქისა და მისი ისტორიის საწყისია. მოგვიანებით, როდესაც როჯერი დგება, ისე ჩანს, რომ ის მონსტრად არ გადაუქცევიათ. ის თითქოს ისევ ადამიანია. მას გაეღვიძა და თვალებსა და პირზე დახვდა ნაკერები. ასევე მისი ბოლო მოგონება არის ის, რომ მას ჩუჩელა დაესხა თავს. აქედან გამომდინარე ის პანიკაშია და დახმარებას ითხოვს, თუმცა რა თქმა უნდა ეს სხვებმა ვერ გაიგეს. ერთი იმიტომ, რომ თვითონაც შეეშინდათ, როდესაც ის დაინახეს და მეორე იმიტომ, რომ მას პირი მოგლეჯილი ჰქონდა და ვერც ვერავის ვერაფერს აუხსნიდა. საბოლოოდ ის მეორედ კვდება, ამჯერად ტოტემის დახმარებით და როგორც ჩანს, მის გვამს წვავენ, რადგან ტრეილერში ვნახეთ, რომ ვიღაცის გვამი დაწვეს და სხვა ვინ უნდა იყოს ეს თუ არა როჯერი. და ბოლოს მოდი ვისაუბროთ ამ სერიის მთავარ მოვლენაზე. კენი გადის გარეთ, რომ შეამოწმოს შეიძლება თუ არა ამ ტოტემებით მონსტრების დახოცვა. ის ერთ-ერთ მათგანს დაჭრის და თავიდან ისე ჩანს თითქოს იმუშავა, თუმცა მალევე აღმოჩნდება, რომ მონსტრმა მას ყურადღება გაუფანტა და ამ დროს სხვა მონსტრებმა მისი უკან დასახევი გზა გადაკეტეს. თუ ცოტას დაფიქრდებიან, წესით უნდა მიხვდნენ, რომ მონსტრების ეს ქცევა საეჭვოა. მათ არ უნდა ცოდნოდათ გეგმის შესახებ და ის ფაქტი, რომ იცოდნენ, უნდა იყოს ბოიდისთვის მინიშნება, რომ ქალაქში არის ვიღაც, ვინც მათ ინფორმაციას აწვდის. ასევე გავიგეთ, რომ სხვადასხვა არსებებზე სხვადასხვა იერარქი მოქმედებს. ამ არსებებზე ვიცით, რომ მარტინის სისხლმა ან მასში მყოფმა ჭიებმა იმოქმედეს, თუმცა მის მოპოვებას სავარაუდოდ ვეღარ შეძლებენ. კენის სხვა გზა აღარ აქვს და მირბის ავტობუსისაკენ, სადაც მას სმაილი გამოიჭერს. ამ დროს კი ხდება ყველაზე მოულოდნელი სცენა, რაც კი ამ სეზონში გვინახავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ფატიმას აქვს უნარი სმაილის თვალებით დაინახოს სამყარო და მეტიც, ის დაიყვირებს შეჩერდიო და ამ დროს სმაილი მის მონსტრის ფორმას კარგავს. ამის წყალობით კი კენი გადარჩება. რას ნიშნავს ფატიმას ეს უნარი, ან მოქმედებს თუ არა ის სხვა მონსტრებზე, ჯერ არ ვიცით. ასევე არ ვიცით, სმაილიც ხედავს თუ არა სამყაროს ფატიმას თვალებით, რადგან ფატიმამ ადრე თქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივია. და თუ ასია, მაშინ ეს სმაილისთვის ცოტა მოსაწყენი იქნებოდა, რადგან სავარაუდოდ ის რამოდენიმე დღე უყურებდა, თუ როგორ აკეთებდა ფატიმა გოლემს ტალახით. ამ სერიაში ბევრი ახალი კითხვა და ცოტა ახალი პასუხი მივიღეთ, რასაც უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ, თუმცა საერთო ჯამში ძალიან კარგი სერია იყო. იმედია შემდეგი 3-იც ასეთი კარგი ან ამაზე უკეთესი იქნება. დღეისათვის კი სულ ეს იყო.